ერთი პატარა ბროშურა უნდა გამოუშვან, მე შენი გამონათქვამების მესებრი. არა, ძალიან ეფექტური იქნება. მაშასე, წარმოგიდგენ გიორგი გაბუნიას გამონათქვამების კრებულს. რაღაც არაფერში არ ჯდები, თითქოს რაღაც ვენახში მოსული კიტრივით ხარ. მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ შენ იტანჯებოდი, როდესაც წეროდი. თითქოს ზომბებით იყავი გარშემორტყმული და შუა სიმღერაში ყვალიდან ამოვარდნილი ურემივით იყავით. გიო, შენ ჯასტინ ტიმბერლეიკის მსგავსად მღეროდი, მაგრამ დათვივით მოძრაობდი სცენაზე. ვიცი. კაი არ ვიცი. ბევრად უფრო კარგები ხართ, როდესაც ჩუმად გახართ. თქვენი სიმღერა იყო ცუდად მოხარშული კვერცხივით. შენ სახლში ხშირად ღერი ხოლმე? საწყალი შენი მეზობლები. ნახვამდის. მე არ ვიცი შენ X ფაქტორი გაქვს თუ არა, მაგრამ Sex ფაქტორი ნამდვილად გაქვს. შენ ხარ ნედლი მასალა, რომელსაც დამუშავება შეწვა ჭირდება. დეციბელებში რომ მიზომებოდეს ვოკალის ხარისხი, ვეშაპი იქნებოდა. ყველაზე კარგი მომღერალი კილომეტრებზე ისმის, ისეთი ძლიერი ხმა აქვს. მე აღიქვამ უფრო მულტფილმის გმირად, ვიდრე მომავალ მომღერლად. მე გირჩევ ბაკურ, რომ არასდროს არ გათალო ფანქარი ნაჯახით. ცოტა არეული ლოგინივით დასალაგებელი იყო თქვენი ნამღერი.